მე ვთვლი რომ საზოგადოებრივ ადამიანს, როდესაც ნარკოტიკთან აქვს შეხება, ეს თავისთავად ძალიან ნეგატიური მოვლენა არის. მე პირველ რიგში ვგულისხმობ ძიმე ნარკოტიკებს. ეს ადამიანს ისედაც დრამატულ მდგომარეობაში აგდებს. ასეთ ადამიანს, როდესაც ნარკოტიკს ჩაუდებენ, შეიძლება ცხოვრებაც კი დააკარგვინოს და ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ციხე თავისთავად უკვე ჩაკეტილი ადამიანის მდგომარეობა 10 წლით, 12 წლით ჩათვალეთ, რომ ის ცხოვრება, რომელიც მას მიცემული აქვს ერთხელ, მთლიანად დაკარგული აქვს. თუ ასეთი მოვლენები არსებობს, რომ ადამიანებს უდებენ ნარკოტიკს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი და თუ ჩვენ მივისწრაფით რაღაც ცივილიზებული სამყაროსკენ, თუნდაც ევროატლანტიკური სამყაროსკენ, ევროპული სამყაროსკენ, ყოველად დაუჯერებელია, რომ ასეთი ფაქტები ჩვენ სირბილევ არსებობს. მე მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება, რომ თუ არსებობს ასეთი ფაქტები, ყველანაირად აღკვეთონ ეს და შეეწინააღმდეგონ, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ საქართველოსთვის 10 ნაბიჯით უკან გადადგმული ნაბიჯი რა. არა ჩადებას.